საშობაო ეპისტოლე უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ცხეთა თბილისის მთავარ ეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორეს. ყოლა სამგალონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონო, ბერმონაზონო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ ცხოვრებნო თანამემამულენო. მოგმართავთ ქართველნო, აფხაზნო, ოსნო, ბერძენნო, უკრაინელნო, რუსნო, სომეხნო, ებრაელნო, აზერბაიჯანელნო, ასირიელნო, უდინნო, იეზიდნო, ქურთნო, ინგუშნო, ჩერქეზნო, ჩეჩენნო, ლეკნო და ყოველნო ერნო. აჰა, დადგა ჟამი ღვთის განკაცების უდიდესი საიდუმლოსი. დღეს იშვა დამბადებელი, რომლის მიერად შეიქმნა ყოველი, მიწიერიც და ზეციერიც, ხილული და უხილავი, საყდარნი თუ უფლებანი, მთავრობანი თუ ხელმწიფებანი, დღეს იშვა ის, ვის მიმართ და ვის მიერაც ყოველივე დაიბადა. ამიტომაც ახლა მორწმუნენი გონებით მივისწრაფით ბეთლემისკენ, რათა განვიცადოთ 2000 წელზე მეტი ხნის წინ დამდგარი უდიდებულესი ჟამი, როდესაც ამ სოფლიური პატივისაგან მოკლებული, აღთქმული მიწის ერთ ცივ და ბნელ გამოქვაბულში აღესრულა სასწაული, რომლის სად არის სამყაროში არაფერი მომხდარა და არც არასდროს მოხდება. მიუწვდომელი, გარეშე მოუწერელი, მიუახლებელი ღმერთი განკაცდა, რათა კაცი განღთობილიყო. ჭეშმარიტი უფლის მადიდებელი ერის წიაღში, წმინდა დავით მეფის მოდგმაში, იშვა ძეღმთისა და თვალშეუდგამმა ნათელმა ჩვენთან მარადიულად ყოფნა ინება. უკვდავმა მოკვდაობა, უხსნელმა ხსნადობა მიიღო, რათა ჩვენ მოკვდავნი და ხსნადნი სიკვდილის საკურალთაგან დავეხსენით. დღეს ყოველნი მართლმორწმუნენი ქრისტეშობის მახარებელნი ვართ, რადგან ჩვენთან არის ღმერთი. დღეიდან მისი მომძიებელნი ვეზიარებით და უხვად მივიღებთ აქამდე მიუწვდომელ მადლთა სისავსეს, კეთილმსახურებათა ნიჭსა და უნარს და ხილულ და უხილავ სამყაროს შევღაღადებთ. იხარებდით და აკურთხებდით შემოქმედ ცანი და ქვეყანა, რამე თუ ჩვენთან არის ღმერთი. იხარებდით და აკურთხებდით უფალსა უფლებათასა, ანგელოზნი და ყოველნი სულმდგმულნი, რამე თუ ჩვენთან არის ღმერთი. იხარებდით და აკურთხებდით ახალ ადამს, მეფენი და მამამთავარნი, ერნი და ტომნი, აკურთხებდით უფლის ყოველ საქმეს, უგალობდით და განადიდებდით მას უკუნისამდე, რამე თუ ჩვენთან არის ღმერთი. რომ არა შენი საკვირველი შობა კაცობრიობას არ ეყოლებოდა მაგალითი უაღმატებულესი სიყვარულისა და მშვიდობის მყოფელისა, ჭეშმარიტი მეფისა, მოძღვრისა და მასწავლებლისა, სახეუზენაესის სიმდაბლისა და თავდადებისა, ერთგულებისა და მეგობრობისა, ხატი ზეციური მამაძეობისა. ჩვენ ამ პარტავნებითა და განდიდების სურვილით შეპყრობილნი საკუთარ თავს ვერასდროს ვიპოვიდით, ეგოისტური მეს მბრძანებლობას ვერ გავექცეოდით და არც დავთმობდით. შენ გვასწავლე, იესო, რომ სიყვარულში ახსნა,
რომ სიმდაბლეშია სიმაღლე, სიმარტივესა და უბრალოებაში სიდიადე, მოყვასის მსახურებაში სიხარული, გაცემაში შეძენა და დათმენაში გამარჯვება. რომ მტრის სიყვარულშია სიყვარულის სისრულე და სხვისთვის თავგანწირვაშია საკუთარი სულის პოვნა. შენი განხორციელებისათვის ხსნელო დედამიწაც განემზადა და გიძღვნა ქალწულთა მშვენება დედათა სიქადული წმინდა მარიამი. გიხაროდენ ურჩეულესო ჭურჭელო ყოველთა ნათესავთა შორის სანატრელო. გიხაროდენ დედაო ღვთისავ ევას რემთა აღმხოცო ცხოვრების ხეო სიცოცხლის ნაყოფის მომცემო. გიხაროდენ ცოცხალო ტაძარო ღვთისაო ჩვენს ლოცვათა უფლისადმი აღმწევნელო. უფლის განგება მინება რომ შენი მზრუნველობით ჩვენც ღვთისერი გამხდარიყავით საუკუნეთა მანძილზე მრავალფერ განსაცდელთაგავნებულმა მცირე სამწყსომ შენი მფარველობით გაუძლო 1000 ქარტეხილთ და დარჩა ქრისტეს ერთგული. როდესაც შენ გსასვოებს ჩვენი დამაშვრალი ერი მრავალთაგან მრავალჯერ ნაღალატები და ჯვარცმული, მაგრამ მაინც გაუტეხელი და ღვთის მოიმედე. ჩვენც მონანი და მხევალნი შენი მოგმართავთ ცისა და ქვეყნის დედოფალს. კვლავად შეეწია უძლურებათა ჩვენთა, შეგვავედრე ძესა შენსა და ღმერთსა ჩვენსა, რათა ყოველნი მკვიდრნი იბერიისანი, შეცდომილნი ძენი და ასულნი ჩვენი, გზასა ჭეშმარიტებისასა შეუდგნენ. ბოროტ მზრახველთა, მოშურნეთა და მაჭირებელთა გულნილ მობიერ ჰყავდა დაამშვიდე. დამნაშავეთ სინანული მიეც, საპყრობილეთა შინამყოფთ თავისუფლების სიხარული. უსამართლოთ სამართალი, მშიერთ პური, შიშელთ სამოსელი, უპოვართ სარჩო საბადებელი, კეთილად მუშაქვთ ღირსი სასყიდელი. ურვათა მრავალთა დამტევნელო, ყოვლად უბიწო ღვთისმშობელო, ნუგეში ეც მტირალთ, ყოველივე სასუკეთო წარუმართე მადლიერები ჭირთა დამთმენელთ. ჭაბუკთა და ყრმათა სიმხნე მიმადლე და სულიერად განსწავლე. სნეულნი განკურნე, ხცოვანი შთამომავალთა კეთილდღეობით გაახარე. უცხოეთში მყოფნი თანამემამულენი სამშობლოში შვიდობით დააბრუნე. იქ დარჩენილნი კი უფლის სადიდებლად და სამშობლოს საკეთილდღეოდ აღვაწე. გამგვიმტკიცე სიყვარული, სასოება და შიში უფლისა, ერთგული მსახურება ეკლესიისა, მამულისა და მოყვასისა. მოგმადლე გული წმინდა და სული წრფელი, გონება ნათელი და შემეცნების სიღრმე, სხეული ჯანსაღი და უვნებელი. გვაშორე მუცლადღებულ ყრმათა ყლა და თვითმკვლელობები. აღადგინე, დალოცე და განამტკიცე საზღვარნი საქართველოისანი. და მაშინ ამ მკვიდრნი დაიცევ შიმშილისაგან, სვრისა, ძვრისა, ცეცხლისა, მახვილისა, ზედა მოსვლისაგან მტერთასა, სტიქიონთავნებისაგან და ყოველი ბოროტი ძალის მანქანებისაგან. დალოცე და განამტკიცე ოჯახები ჩვენი
დაკურთხე იგინი შვილთა სიმრავლითა და ნაყოფთა სიუხვითა. გევედრებით მეოხეყავ მართლმადიდებლობით აღსრულებულთა ჩვენთა წინაპართა, მეფე დედოფალთა, კათოლიკოს პატრიარქთა, სამშობლოს ერთგულთა და თავდადებულთა მონათა და მხევალთა შენთა, მომხსენიებელთა გარეშე დარჩენილთა ყოველთა, გევედრები შორებელთა და მახლობელთათვის, რომელნი შეწევნასა ჩვენსა შემოვედრებულ არიან, რათა ყოველნი შემოქმედმან სავანესა მართალთათვის განზადებულსა დააწესოს. არ განგვეშორო დედაო, არცა ჟამსამას მეორედ მოსვლისა ძისა შენისასა და ჩვენ სასვეებელთა შენთა მეო გვეყავ წინაშე მისსა, რათა მართალთა თანა ვიხარებდეთ და ვადიდებდეთ დამბადებელსა ჩვენსა, ყოველთა შემწყნარებელსა და სიყვარულსა დაუსრულებელსა, მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. ბეთლემ შობილო ქრისტე ღმერთო, ამ დიდებულ ღამეს სულითა და გონების შენსკენ მოლტოლვილნი, კანდლად გინთებ ჩვენს ლოცვა ვედრებას და ქება დიდებას. ოქროს, გუნდრუკისა და მურის ნაცვლად ძღვნად მოგართმევ ჩვენს გულებს, სიყვარულსა და ერთგულებას. კრძალვითა და თაყვანისცემით მოგეგებებით და ვხმობთ დიდება შენს მობრძანებას, ყრმაო, მშვიდობის მთავარო. დიდება შენს გარდამოსვლას, უფალო საბაოთ. დიდება შენს მოვლინებას, ადონაი უფალო. გაკურთხებ და აგღამაღლებ ჩვენ საუკუნიდან უკუნისადმდე და ვაკურთხებ შობელსა შენსა დედათა შორის კურთხეულს. და კიდევ ერთხელ შეგთხოვ, მოფინე შენი მშვიდობა, შენი წყალობა, ურწმუნოებით დამძიმებულ შფოთვარე მსოფლიოს. ავის და კარგის გარჩევის უნარი და სიბრძნე მოგვეც და შენი სასუფევლის კვიდრნი გაგხადე. ქრისტე იშვების ადიდებდეთ, ქრისტე ზესით მიეგებოდეთ, ქრისტე ქვეყანასა ზედა ამაღლდით. კვალად ბნელი დაიხსნების, კვალად ნათელი მოიქცევის, ძველნი წარხდეს, აჰა, იქმნა ყოველივე ახალ. გაიხარეთ რამე თუ ჩვენთან არს ღმერთი. სიყვარულით თქვენთვის მლოცველი ილია მეორე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, თბილისი, ქრისტეშობა, 2019-2020 წლები. საქართველოს ეკლესიის მწყემს მთავარ მამრეელს დღესასწაული მიულოცა და ქადაგებით მიმართა. ჩვენთან არს ღმერთი, დღეს სადა ქვეყანა გალობს დიდება მაღალთაში ერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება. დიდება უფალს და მადლობა უფალს, დღეს უფალმა ცანი მოздრიქნა და ციდან გარდამოვიდა კრავი ღვთისა, უფალი ჩვენი იესო ქრისტე. რით შემეგებოდ, რა უთხრათ, უთხრათ რომ გაჭირვებული ვართ, უთხრათ რომ გჭირდება მადლი ღვთისა, ყველაფერი უნდა უთხრათ უფალსა,
უფალი შეისმევს მედრებასა ჩვენსა დალოცვილი და გახარებული იყავით ორსავე სოფელსა შიდა ჩვენთან არს ღმერთი